შეხედეთ კომპანია BYD-ს მოდელს, რომელსაც ქართულად თოლია ჰქვია. ეს არის კომპანიის ყველაზე იაფი ელექტრომობილი, რომლის ფასებიც იწყება 7800 ამერიკული დოლარიდან. სულ ცოტა ხნის წინ კი BYD-მ გაუსწრო Tesla-ს და გახდა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების მწარმოებელი. დღეს მსოფლიოში ყოველი 10 ელექტრომობილიდან 7 ჩინეთში იწარმოება. ჩინური ავტომობილების ინდუსტრიის ტრანსფორმაცია ბოლო 10 წლის მანძილზე კი საკმაოდ შთამბეჭდავია. 2015 წელს ჩინეთში 200,000-მდე ელექტრომობილი გაიყიდა, რაც 3-ჯერ აღემატებოდა 2014 წლის მაჩვენებელს. ამას ასევე ემატებოდა 100,000-ზე მეტი ელექტროავტობუსები და კომერციული მანქანები. 2024 წელს კი ჩინეთში ელექტროავტომობილების გაყიდვები 11 მილიონს აღემატებოდა. ამასთან ერთად ჩინეთისათვის პრიორიტეტად დარჩა განახლებადი ენერგიის მასიური წარმოება, რადგან ელექტრომობილების წახალისებას აზრი აქვს მაშინ, თუ დასატენად საჭირო ენერგია ქვეყანას იმპორტით არ შემოაქვს. ჩინეთმა გონივრულად ააგო განახლებადი ენერგიისათვის საჭირო იშვიათი მინერალების მომარაგების ჯაჭვიც. მაგალითად, ქარის ტურბინების მაგნიტები, რომლებიც ბრუნვას ელექტროენერგიად გარდაქმნის, მზადდება იშვიათი მინერალებისაგან, რომელთა მსოფლიო წარმოების დაახლოებით 60-70% ჩინეთის კონტროლის ქვეშაა და თუ როგორ ამ ვიდეოდან გაიგებთ. ასე რომ ჩინეთმა მართლაც უნიკალური გზა გაიარა ინფრასტრუქტურიდან, კრიტიკული მინერალებიდან, შიდა განახლებადი ენერგიის წარმოებიდან ელექტროავტოინდუსტრიის ლიდერობამდე.